სამამულო ომის მონაწილე კი იყო, მაშინ იქ დაიღუპა, მაგრამ შენ უნდა ყოფილიყავ დაბადებიდან ინვალიდიო. აი ეს პასუხი გამწირს. ჩვენ უნდა რაღაცნაირად უკვე მართლა საზოგადოება როგორც ასეთი შევდგეთ, რომ ამ 85 წლის ადამიანებს, განსაკუთრებით როდესაც ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან, ჩვენ გქონდეს იმის უნარი, ასეთ საკითხებზე არ ფიქრობდნენ და ასეთი საკითხების გამო ეთერებში არ რეკავდნენ. ეს არის ჩვენი დაავადების, აი ეს ზარი იყო ჩვენი დაავადების სიმპტომი. 85 წლის ადამიანი, რომელსაც ესეთი მძიმე ცხოვრება ჰქონდა, დღესაც მძიმე მდგომარეობაშია, რაღაცა ფორმალურ დახმარებას ითხოვს. ფორმალურად მართლა დახმარება ჭირდება. და ამ საზოგადოებას არ აქვს მექანიზმები, როგორ შეიძლება ამ ადამიანს მართლა დაეხმაროს. რამდენ ფულს ფლანგავთ, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ყავს დასაქმებული სასაფლაოებზე, სოფლის ბიბლიოთეკებში ფულს რო ულიგებთ. ვითომ, არა, შრომის უნარიანები რო არიან, ახალგაზრდები რო არიან, არაფერს რო არაკეთებენ, რო სვავენ და ასე შემდეგ, და ვინც მისახედი ყავს, იმათ არ უხედავთ. ესეც ჩვენაირი საზოგადოების, აი ჩვენაირი უსამართლო საზოგადოების პრობლემაა, რომელიც აი ასეთი ფორმით ვლინდება.